დღეს ჩვენ თემა არის დათმობა, ლემავატრანოთ ლემანაზულად. ზულად? შენი მეგობარი, შენი მეორე ნახევარი, შენი ნაცნობი, შენი ზულად ვიღაცა ვინც ბლიშკი ხო, ახლო. ბევრი რაღაცა რა მოგრაბისგან მოგაგონებული, ბევრი რაღაც ხარობებისგან და ვაფშე ვიცოდეთ ჩვენ თელი ნასწავლი და რაც გვაქვს რაბებისგან აქვს. ზედა. რაბოთა ადამიანი უნდა იცოდეს, რომ ერთ-ერთი დიდი თვისება ადამიანის, რაც უნდა იმუშაოს თელი თავის ცხოვრების განმავლობაში, ეს არის დათმობა. ადამიანი, რომელიც უთმობს მეორეს, გამჩენი ისეთ სახარს აძლევს დაფასებას, რომ აქაც ყველაფერი აქვს და მომავალში ყველაფერი აქვს. რაბოთა ადამიანი უნდა იცოდეს, გემარა ბრძანის მასახეთ შაბათ, 6 კითხვა ეკითხება ადამიანს შამაიმზე როდის სასწლის მერე. ერთ-ერთი კითხვა რა არის? იმ მლახთა ხავერ ხარ არას მეხა. თუ შენი მეგობარი შენს მაღლა დაიყენე. რას ნიშნავს შენი მეგობარი? შენზე მაღლა, ხო. ზიხარ მეგობართან, მოგთხოვა რაღაცა, ადი გაიქეცი გავაკეთე. თუ ხედავ რომ შენი მეუღლე რაღაცას აკეთებს და შეგიძლია შენ გააკეთო, არამედ მე როგორ უნდა ვთქვა ახლა მე ქმარი ვარ და ცულმა გამიკეთოს, ჯერ მარტო სიამაყის გარდა დათმობაც უნდა იცოდე რაბოთა. თუ ქალს ხედავ რაღაცას აკეთებს და ყავა გინდა, ადი გაიკეთე შენთვის. თუ რამე შენი დააკეთებს, ეგეც დათმობა არის. ერთხელ რა მოგრაბიყვება? ყავა გამიკეთე და რო გითხრას, რომ ვიდა შეთქმა გაიკეთე, მე რა შევ. ეგ თეჟუბაზე არ დასკედა. ორივე. იმიტომ რომ ცოლი არაფერს არ აკადრებს, ქმარს თუ ქმარმა არ აკადრა. ცოლი არ აკადრებს ქმარს, თუ ქმარმა არ აკადრა. თქვი? იცოდეთ რა ბუთა, თუ რამე ცოლმა გაკადრა, ესე იგი როდის რაღაც აკადრე, დავიწყებული არ აქვს და ეხლა დაგიბრუნდა. რო დავქორწილდი, მეუღლეს ვთხარი ეგრე. შეიძლება მეთქი ჩვენ ვიხუმროთ ერთმანეთში. მაგრამ ერთ რამე იცოდე, ერთმანეთზე აროს არ ვიხუმროთ, თქვი რატო? თუ მე დღეს შენ გეხუმრები და შენ ცოტა დაგცინე, ვიცომ რომ გავიხუმრო? და დღეს 1-2 წელი დაქორწილებული ვარ, 20 წლის მერე მეთქი პატივს ვაფშე არ გცემ. ცოლს და ქმრის შორის უნდა იყოს, როგორ ეძახიან დისტანცია? დისტანცია. 1 ხარ, ოღონდ დისტანცია უნდა იყოს. რა? ერთმანეთის პატივისცემა დაფასება. აბუდაი. თავდაბლობა და დათმობა არის ერთ-ერთი დამაკავშირებელი და ერთ-ერთი ასაწყობი ოჯახის ერთ-ერთი დიდი თვისება. რაბოთა მოყოლილი არის გეტო ვარშავაში იყო, მაშინ როცა გერმანელებმა დაიჭირეს და ებრაელები ოშოვარო იყო, რა არის ადამიანმა რომ დათმოს სხვისი გულიზა. მოყოლილი არის რომ ერთი ქალი იყო რაბუთაი, 3.5 წლის ბავშვი ყავდა. და იმახ შმამ ნაციმ როცა ებრაელები გაიყვანეს, ერთ-ერთი მაგათი რა იყო რომ ესე იგი ცუცს უკეთებდნენ ებრაელებს და სჯიდნენ, რომ საჭმელს არ აძლევდნენ. ას მოყოლილია რომ იყო ერთი დღე, 2 დღე რომ ნაჭამი არ იყო, ნაჭმები არ იყვნენ ებრაელები და ერთ ქალს ყავდა 3 წლინახევრის გოგო. რომელსაც მაგასაც არ უჭამია 2 დღე. ადგა დედამ და გაუკეთა რაღაც ხორბალი მოუხარჩა, რომ აჭამოს ამ ბავშვს. მაგრამ რადგანაც ნაცისტებმა გამოაცხადეს რომ არავის საჭმელი არ უნდა ჭამოს, საჭმელი არ ჭამოს, ამიტომ თქვა რა არის, დაინახა ნაცისტმა რაბუთაი, დაიჭირა ეს ქალი და გადაწყვიტა რომ ეხლა რადგანაც ბძანება იყო რომ არავინ არ უჭამოს და ამან გაუკეთა ხორბალში ცოტა რაღაც სუპი რომ ბავშვი აჭამოს და გადაარჩინოს, ეგრევე უნდა გაიყვანოს სასამართლოში. ეს დედა. სასამართლოში ვინ იჯდა? ებრაელები, მოსამართლეები ვინ იყვნენ? ებრაელები. ასე გქონდა, მოწყობილი სპეციალური. კი. რატო? ის ებრაელები, რომლებსაც ესე იგი ცოტა ნაკლებად რწმენა ჰქონდათ და გაყიდეს თავის ებრაელობა, აჩვენა დაგვიფაროს, ნაცისტებმა მიიყვანეს და აჩვენენ ყველაფერი, ოღონდ რაც უგნებოდნენ, ესენი აკეთებდნენ. ასე ებრაელები ზიან და გადაწყვეტა რომ უნდა ჰქონდეს სამხალ სასამართლო. როდის? პარასკევ ღამეს.
შაბათი შემოს. რაბოდა შაბათი შემოშული არის ეს ხალი ზის სასამართლოზე მოსამართლე ებრაელი არის და ეუბნება ამ ხალხს თუ გინდა რამე თქვა სიტყვა რომ დაიცვა შენი თავი რომ ჩვენი ესე გასამართლება გამოვიდეს ის რომ ძალიან არ დაგწაჯოთ. ხალი ჩუმოთარ. სანამ სასამართლო გრძელდება ხალმა სიტყვა არ მოიღო გადაწყვეტეს მოსამართლეებმა რომ კიდე 2 დღე არც დედა არც მაგის გოგო და არც მაგის ბიჭი არაფერს არ ჩამო. რო გამოუშვეს სასამართლოდან გავიდა დრო წლები და შვილი ყოველთვის ეუბნებოდა დედამისს რომ დედაო მითხარიო რატო არ უთხარიო რომ თავი დაგეცო რომ 3 წლის ნახევარის გოგო რომ რო არ ჩამოს ხას მშალამ შეიძლება მოკვდეს შორს ყველასგან. დედა არავის არ თანხმდებოდა რო თქვას, მაგრამ ბოლოს უთხრა. შვილო მე რომ რამე სიტყვა მეთქვაო ჩემ დასაცავათო ებრაელი იყო და ყოველი სიტყვის დაწერითო შაბათს დაარღვევდაო. არ მინდოდა რომ ჩემი გულის შაბათი დაერღვაო დავწვე იმის გულისაო რომ ებრაელმა შაბათი არ დაარღვევს. რომელი ჩვენი ადამიანი ხას მშალამ რომ მაგნისავში არ დავდგეთ რაბოთაი რომელი ჩვენდაგანი დათმობს 3 წლინახევრის ბავშვი 2 დღე არ უჭამია და კიდე 2 დღე უნდა ჩამოს. იმის გამო რომ და ვინ ებრაელმა რომელმაც გაყიდა მთელი ებრაელობა. მაინც ებრაელი არის რომ შაბათს სიტყვა კიდე არ დაწეროს იმედად. ილკუთ შიმონი ბძანებს არის პასუხი თეილიმში ლამნაცი აგრძელდება კაიალ ტაროგ ალპი გამაიმ კაფ და ასე შემდეგ. ჩვენი გარს საინტერესო არის კაიალ ტაროგ. აიალ რა არის? ირემი. ხო, ირემი. წერია აქ აიალ კაცის სახელი არის. ტაროგ ქალის ლაპარაკში არის. რა მოგურები კითხულობს? როგორ შეიძლება რომ აიალ კაცის სახელად იძახიან რომ ტაროგ ესე იგი ქალის სახელად ლაპარაკობს. ირემმა როცა უნდა დაბადოს წერია რომ დაბადების დროს ირემი ყვირის და მთელ მსოფლიოს ესმის მისი ტყივილი დაბადების დროს. და რა შრება გამჩენი? ლო, რადგანაც საიდანაც იბადება ძალიან პატარა ადგილი არის ირემთან, ესე იგი ირემი წერია რომ გამჩნდება ისე გააკეთა რომ თუ გველმა არ უკბინა ვერ დაბადავს ირემი და კვდება დაბადების დროს. კენ. ლუბო ირემი რო ბადავს. კენ. ირემი რო ბადავს ისეთი ტკივილები აქვს რომ თემ სოფლიოში ყვირის ესე კი ესმიან. რა შეიძლება გამჩენი? უგზავნის გველს, გველი ყბენს ირემს და მერე ეგრე იბადება. დაბადებ, რაბუთაი წარმოიდგინეთ, იცით რა არის მშობიარობა? წარმოიდგინე ქალი რაც გძნობს, რო იცოდეთ. ჩვენ ხო ვაშკაცები ვართ, არა ქალთან, რაც გითხარი უნდა გააკეთო. ხო ეგრე არის, არა? ბევრი ვაშკაცები ვართ. თო რაბუთაი წარმოიდგინე, ვიღაცას ქონდა ყველაზე ძალიან ძლიერი ტკივილი კბილების. ვიღაცას ტკივილი აქვს კვილი? ან ყურის. გამრავლე 20 ჯერ და 30 ჯერ და იმ ტკივილს ალმოვა, როგორც ქალმა უნდა დაბადოს ეს ტკივილები აქვს. ირემი რო ბადავს რუარ და ესე იგი რუარ მოვიდეს გველი და არ უკბინოს მოკვდება. მაგრამ თუ უკბენს რჩება? თუ უკბენს ბადავს და რჩება, თუ არ უკბინა კვდება. გამჩენის მოყავს გველი იმ წამს როცა უნდა დაბადოს, კბენს გველი და ბადება და გადარჩენილია ირემიც, მაგის შვილიც. მეცნიერულადაც. კენ ბეთახ. მეცნიერებმა სანამ იპოვის რამდენი ხანი იღებს რომ გველმა დაბადოს, გემარა მოკვე გემარაში დაეჭირა რომ გველი ბადავს ყოველ 7 წელში ერთხელ. 7 წელიწადში ერთხელ. სანამ მეცნიერება გაიგიპოვის და ნახეს და გააკეთეს ყველაფერი ეს ისინი რა ქვია. გამოკვლევები გემარა მოკვე ბრძანა რომ გველი ბადავს მათ 7 წელში ერთხელ. რა არის? ხახმები? არა. ვენებეთ. აფერი ექსპერიმენტ მაგენა. არ ვიცი. როგორ? ხოდა? არა. კენ შვიცე ზვერი მეცნიერები დღეს რაღაცას გამკლებას აკეთებენ, ხახები მოკვე იცოდნენ. ამიტომ რორა. კონკრეტულად მაგას ვყარებთ ხოლმე, წელს ერთმანეთს გვერი.
რა ციკლია შეიძლება? შეიძლება არ ვიცი, ოღონდ ხახმები ძალიან რომ 7 წელიწადში ერთხელ ბადავს გველი. ხო? აზრა ირემი რაბუთაი? როცა ბადავს ირემი, ქალზე მაგ ლაპარაკი ირემი ქალი, როცა ბადავს ირემი, დაბადების დროს მოდის ყველა ცხოველები და სთხოვენ რომ თავისი რქებით ამოთხაროს ორმო, რომ წყალი დალიონ ცხოველებმა. წარმოიდგინეთ ჩვენთაგან ხასვეშალო ვინმეს თავის ტკივა. და თავის ტკივილი დროს მოვიდეს ბავშვი და გითხრას: "აბა, ერთი სიპური მომიყევი რა." სიპური კი არა, თავი დამანები რა სიპური. ეს მარტო თავის ტკივილი რა ბოდაი. ირემი ისეთ ტკივილები აქვს, რომ შეიძლება ამ ტკივილებით მოკვდეს თუ გველი არ მოვიდა. დედა? დიაბარ. ხოდა ას ირემი რა ბოდაი, მოდიან თელი ლონდაკ. ხოდა თელი ცხოველები მოდიან, ბარუხ ჰაშემ. ჩვენ მიშპახარია. თელი ცხოველები მოდიან და თხოვენ ირემს რომ ამოთხაროს ორმო, რომ ამ ორმოში იყოს წყალი, რომ წყალი დალიონ. და წრის. კი. კაიალტარო გრადუცერია თვითონ ირემის ქალის ძალები აქვს. მაგრამ მაშინ როცა ბადავს და მოდიან თელი ცხოველები და წერია რომ აიალი არის ხასიდება ხაიოთ, ხასიდი თელი ცხოველებში. ყველა დიდი ცადიკი არის. ლიჟბი რომ დაამადლიანოს სხვა ცხოველები, აძლევს გამჩენი კაცის ძალებს, ავიწყდება რომ ბადავს, ესე იგი როგორ ავიწყდება, ანებებს იმ ტკივილს თავს რომ ვითომ არას ტკივა, თხრის ორმოს და ასვევს წყალს ეგრე ყველა ცხოველებს. ეგარ წარმოიდგინეთ რა ბუტაი რა თავ ესე იგი რა დანდობა უნდა იყოს, რა დათმობა უნდა იყოს. რა ბუტაი ადამიანმა იმშობი არა, ქალმა იმშობი არა. მშობი არების მერე ქალი იცვლება ცოტა ხნის. როგორ იცვლება, შეიძლება ცოტა ბრაზიანი ხდება, შეიძლება ცოტა ის რატო? იცოდით. ქალი მშობი არობის დროს მერე მინიმუმ 2 კვირა ეცადეთ დაასვენეთ. ლეფახოთ შეგეძლო. როცა გემარა ბძანებს 24 თვე სჭირდება რომ დაუბრუნოს თავის თავს მშობი არობის მერე. რა ბოდაი 24 თვე? ალახაში წერია რომ ქალმა რომელმაც დაბადა ტიშაბიავის მარხულობა და ქიფურის მარხულობის გარდა 2 წელიწად შეიძლება არ იმარხულოს. კი, უნდა იბა. Можно, ოღონდ იცოდეთ რომ გამჩენი აძლევს ძალას, მაგრამ თვითონ ქალი მთლიანად რომ ასე იგი მთელი ტანი აუშენდეს 2 წელი უნდა. ნე, შედა. წარმოიდგინეთ რა არის რა ბუთაი? ას ადამიანი რომ მოვიდა, შეგიძლია დაეხმარო, შეგიძლია შენ თავი დათმო, შეგიძლია გაუკეთე. როგორ შეგიძლია რომ დაუთმო ქალს, როგორ შეგიძლია რომ გაახარო, როგორ შეგიძლია რომ დაეხმარო. პირველი დათმობა, რომელიც გამჩენი მოსთხოვ ჩვენ ცხოვრებაში, ეს იქნება სახლიდან. სახში ათემქენანი პარალტიბა ვეცლაველი მანივილი. ხო, ადამიანი უნდა იცოდეს რა ბუთაი, რომ პირველი ესე იგი დათმობა არის ოჯახში. მეუღლესთან, ბავშვებთან, მშობლებთან და ასე შემდეგ. რა ბუთაი მოყოლილი არის რახელ ველეა. დღესდღეობით შეხინას ვინ რა ქვია, ვინ არის ჩვენი შეხინა? რახელი მენუ. რახელი მენუ რომ უნდა მოყვა იაკობ ავინოს რომ უნდა მოიყვანა, რა გააკეთა? რახელი მენუ იაკობ ავინმა წერია რომ რახელი მენუ რომ მოიყვანა, იცოდა რომ ლავანი იყო რაშა და მოატყუილებდა და ლეას მისცემდა. შეხვდა რახელი მენუს და ასწავლა მიკვის ალახოტები, ნიდის ალახოტები, პურის ხალის ალახოტები, აფრაშად ხალა და ყველაფერი და სანთლის ალახოტები. შაბათისანაც როგორ უნდა ეთქვა. იაკობ ავინონმა რახელს. თორა ბძანებს რომ რახელ მასრა რა არის გადასცა. როგორ უნდა ეწეროს? როგორ გილტა რა არის? გაულხილა. რა გაუმხილა? ის რაც იაკობ ავინმა ასწავლა. არ გაუხილა, რა გააკეთა? მისცა.
რატო? რახელი მენუ მასწავლა ლეას მთელი ალახოტები რაც იაკობ ავინუ მასწავლა რახელს და ისე ასწავლიდა რახელი ლეას რომ არ გაიფიქროს ლეამ რომ ვითომ რახელმა თავისთავი დაანება თავი რომ იაკობ ავინუს არ გაყვეს და მისცა ლეას რომ იაკობ ავინუმა ცოლად მოიყვანოს ჯერ ლეა და დაანახა ისე ვითომ რომ ეგრე უნდა იყოს. რაბოთა ვიცოთ რომ იაკობ ავინუს უნდა მოიყვანა ჯერ რახელი ცოლად. რა გააკეთა? მისცა მთელი სიმანები ლეას, ლეა შევიდა ესე იგი იაკობ ავინუს მოიყვანა ცოლად და დარჩა ლეა იაკობ ავინუს. აზა რაბოთა გემარა ბრძანებს რომ 6 წლიდან გოგო ფიქრობს გათხოვაზე. გოგო და უკვე 3 წლიდან ნეშამაში აქვს რომ უნდა გათხოვდეს. გოგოს ბეთახ 4 წლის ბავშვი და ვაგალაც 3 წლის ვინ გათხოვდა 3 წლის რაბოთა თორაში ვინ გათხოვდა 3 წლის ირვიკა 3 წლის ბაჩალოში იცხაკავი 3 წლის რა თქმა უნდა ეხლა იქ 3 წელი რა იყო ხო ყველაფერი მაგრამ ვიცოდით რატო არის ალხაში ბრძანებს რომ არის აზრი რომ 3 წლის გოგოს უკვე რომ სხვა კაცმა ხელი არ შეახლოს არ ეგეთ ასრაბთ ας წარმოიდგინეთ რომ რახელის ქალი თვითონ ცხოვრება არის ქალის ცხოვრება არის რომ უნდა გათხოვდეს მაგითი ცხოვრობს ბავშვი მოიყვანოს ქმარს მოვაროს ეს არის ქალის ცხოვრება რახელი მენუ და იაკობ ავინუ რო დაინახა გული წავიდა როგორ ლოცულობდა წარმოიდგინე გამჩმა და გამადლიანოს შებორს რო გაათხოვებ და გითხრან იაკობ ავინუსნაირი კაცი არის თალმით ხახამი სიკეთეში ბეზადაშემ გული მე შენ ერთად წამივა გამჩმა და გამადლიანოს რო დაინახე იაკობ ავინუ გული წავიდა ისკადოში ესე იგი ესე წმინდა ადამიანი იყო მაგრამ რა შვება ლეა უნდა გაყოლოდა ესავს და იმდენ სტიროდა რომ ესავს არ გაყოლოდა რახილი მენუმ დაანება თავისთავი დათმო თავისთავიდან და მისცა ლეას ყველა თავისი ის რაც ასწავლა იაკობ ავინუს რაბოთე გემარა მე აბძენებს თორა ხუმაში ბძანებს რომ ლეა რას ეუბნება რახელს რომ შენ რა გინდაო მიქმარი წამართვაო ლეა რახელს რახელმა რა უნდა უთხრას შენ არ გცხვენია მე მოგეცი იაკობ ავინუ მე გასწავლე როგორ უნდა კიდე მე მეუბნები რაც სახის რახელი ჩუმდება არაფერს არ ეხს რომ არ გაიგოს ის რომ მისცა მთელი ისინი რაც იაკობ ავინუ მასწავლა და რომ ხასმეშალო არ შეარწმინოს და არაფერ არ გაუკეთოს რომელი აიმენო კარგად იყოს თავის თავზე კარგად იგზნოს რომ აკოლბესედერ და ეგრე უნდა იყოს რამ დაამადლიანა გამჩენმა რაბოთაი რახელი მენუ არის დღეს შეხინა რაც რახელი მენუს თხოვს გამჩენს ყველაფერი ხდება რატო ადამიანს არ შეუძლია არც ერთ ქალს რომ დათმოს თავისი მეორე ნახევარი არ ეგეთი რაღაცა რადგანაც რახელმა გააკეთა ის რაც ტევაში არ არსებობს ესე იგი ეგეთი რაღაცა არ არსებობს ხალხში არ არსებობს ეგეთი რაღაცა გაგებაში ადამიანის გაგებაში რაც რახელი მენუს თხოვს გამჩენს გამჩენი აძლევს რაბოთაი მოყოლილი არის ერთი ქალი იყო ზამდიდარი ქალი იყო ქმარი გარდაცვლილი ყავდა და ყავდა ერთი გოგო მოიყვანა დედამ და უთხრა ესე შვილო მთელი ჩემი ქონებ ცხოვრებაო შენ გიტოებ ოღონდ თნაიხად ერთი თხოვნა მაქვს თუ შეასრულებ მაგ თოვნას მთელი ქონება და მთელი ფული შენი არის თუ არ შეასრულებ მაგ თოვნას არაფერი არ გეკუთვნის რა იყო მაგის თხოვნა მაგ ქალის რადგანაც იძახის ქალი რომ ჩვენი ცხოვრება არის თორის სწავლა ჩვენი ცხოვრება არის თალმით ხახმების გაძლიერება მთელი ფული შენზე გადმოვა მაშინ როცა თუ გათხოვდები თალმით ხახამზე დაუ გაიოდე დაუ გადაედა გარდაიცვალა რაბოთაი ადგა ეს გოგო და წავიდა როშიშივასთან დაეუბნება როშიშივას ეგრე ქოდარა სახლი მაქვს ფული მაქვს ყველაფერი მაქვს ვეძებ
როგორც დედა მიბძანა, ყველაზე კაი მოსწავლე ვინც აკავს ეშივაში, იმას გავყვები. რაბი უყურებს სპისოქს? რუვენი იქნება შენი მეუღლე. რუვენი არის ყველაზე კარგი. შეხვდა რუვენს რაბუთაი? მოხდა შეხვედრა არაფერი, შეხვდა ესე იგი, არ მოეწონათ ერთმანეთი. ამ გოგო აღარ მინდაო შენთან ესე იგიო გასვლა. რუვენმა თქვა არ გინდა, გამჩენისგან არის ყველაფერი, დაანება თავი. მოვიდა ეს გოგო ისევ როშიშივასთან. ეუბნება რომ მომეციო ვიღაცა, გამოყოლიო ვიღაცა, ვინც ყველაზე კარგი ყავსო. როშიშივა ეუბნება რუვენი არ არის ყველაზე კარგიო. შეხედა სპისოქში კაი ლევის გაყევიო. შეხვდნენ ლევის გაყვეს ყველაფერი აკოლბეს ედერ მიცვიან, ზეო დაქორწილდნენ ყველაფერი კარგად ცხოვრობენ. მოვიდა დრო და მოვიდა როშიშივასთან. ეუბნება იმ როშიშივას მე მყავსო გოგას უთხოვარიო. და მინდაო შენი ეშივიდანო რომ ყველაზე კარგი მოსწავლეო რომ მითხრა ვინ არისო? ვინ უთხარაბმა? რუვენ შეხვდნენ გოგოს მოეწონა, ბიჭს მოეწონა, დაქორწილდნენ, დღემდე ცხოვრობენ სასიკეთოდ ბეზრათში. რადგანაც როშიშივა იყო მისი სიმამრი და ვიცით რომ როშიშივას მერე წამყვანი ძმა, შვილი არის, სიძე და ასე შემდეგ და სიძე დიდი თალმით ხახამი იყო, შესთავაზა რომ რუვენი გახდეს რამ ვინ არის როშმეტი და ესე იგი მთელი მოსწავლეები რაც ეკითხებიან კითხვაში სწავლაში ამალნა უპასუხოს. რუვენი ეუბნება მამპითომ არ ვიქნები. თო გაიფიქრა სიმამრა იქნებ ცოტა რამე შევთავაზეო და მოდიო მაშინო იყავიო როშიშივაო ახალგაზრდების ეშივაში არის ეშივა რამოდენიმე წელს განმავლობაში ესე იგი პატარების მერე ეშივა დიდების და მერე კოლელი დაქორწილების მერე. არა მანდაც არ მინდაო სიმამრე იძახეს რა მოვიდაო ჩემს სიძეს არ უნდა რატო არ უნდაო რომ მიიღოსო თავის თავზეო. რამე როშიშივა ბალუხაშემ თქვა სიმამრა მე უნდა წავიდე მაგის რაბთანო მაგის როშიშივასთანო და უნდა მოვთხოვო რომ თავის მოსწავლეს მოთხოვოს რომ მიიღოსო რამე დაწინაურებაო. მივიდა სიმამრე როშიშივასთან რუვენის როშიშივასთან და ეუბნება ეს ვეთავაზებო ყველაფერ ამ დაწინაურებასო ან როშიშივაო ან რამეო არაფერი არ უნდა უთხო რამე გააკეთო ან უთხარი 1-2 სიტყვაო რომ დათანხმდესო. დაუძახა როშიშივამ და ეუბნება რუვენს რომ ცდილობს რომ დაათანხმოს რომ მიიღოს ეს დაწინაურება და ეუბნება რუვენი დიდი ბუდიჟრაბიო და მე ჩემს თავზე ვერ ვიღებ მაგას. შეგიძლიაო მითხრაო რა არისო? რუვენი ეუბნება ესე რადგანაც ჩემი რაბი ხარო და არ შემიძლია რომ უარი გითხრათ მეუბნებიო გეტყვია. რაბიო? გახსოვს რამოდენიმე წლის წინ რომ შევხვდი გოგოსო? მახსოვს. გახსოვს რომ მაგას ეგონაო რომ მე ყველაზე კარგი ვიყავიო? მახსოვს. მაგრამ ვის გაყვაო? ლევისო. და მაგი დარწმუნებული არისო რომ მაგის ქმარი არისო ყველაზე კარგი და ჩემზე კარგიო. ლევიო სწავლობსო ეხლა სხვა კოლელშიო ვიცნობო მეო მეგობრები ვიყავითო. ჩვენებით ამ დიდთალმით ხახამი არისო ოღონდ კოლელში სწავლობს. რაბიო წარმოიდგინეო რომ მე რო დამაწინაურონო და გავხდიო როშიშივაო რამიო? როგორ ეთქინება გული იმ გოგოსო რომ მე მართლა ყველაზე კარგი ვიყავიო და მაგის ქმარი არ დააწინუროს. ამიტომ მეო თმოფო ამ ადგილსო იმის გულიზაო რომ იმ გოგომო არ გაიფიქროს რომ მაგის ქმარი ყველაზე კარგი არისო ეშივაში. pravda დღეს რომელი დათმობს სამსახურში ადგილს. კაი მე არა მაგას მიეცი. ადამიანი რომელიც იცის რომ შენზე კარგია, მაინც არა ემოება მიდის თავით. თუ გამჩნია გადაწყვიტო რომ შენი იქნება რა ვთქვი. თუ გამჩნია გადაწყვიტო რომ აქ უნდა იჯდე იქ იჯდები. თუ გამჩნია გადაწყვიტო შამემიდან ამდენს მოიგებ. მაგრამ როდის იქნება უფრო დამადლიანებული ადამიანი, როცა დათმობა ეცოდება. რაბი შიმონ ბარ იოხაი მოვიდა გამჩენს და ეუბნება, გამჩენო, მითხარიო ვინ იჯდება ჩემს გვერდზეო 64-შიო. ვის არ უნდა რაბი შიმონ ბარ ხანდა ჯდომა? წინაგირგულში მოვაწერდი უკვე ხელს. რაბი შიმონ ბარ იოხაი ეუბნება, გამჩენი ეუბნება რომ აგე ხედავო იქ მეხორცეო, ხედავო. ის მეხორცეო
კაცავი არის ვინც ხორცს ტყავს აჭრებს ჭრის ის მეხორცე იქნებაო შენს გვერდზეო რაბიში არ ხოგნება გამჩენო და რა ყვა მისთანა გაკეთებული მითხარიო დაგანახო რა ყვა მისთანა გაკეთებულიო ხო ბაჭალო და ენიაზე არონი მოდი მოგიყვებიო ბაჭალო პროგრამა მოდიო მოგიყვებიო და დაგენახებო რა მადლი აქვს ამ მეხორცესო კაცავ კენ მეხორცე მე ესე იგი კაცავი არის ვინც ტყავს შლის ხორციდან ჩვენ მეხორცე დავარქვით ანახებს რაბი შიმონ ბარუხაი ეს გამჩენი რაბი შიმონ ბარუხაის ეს მეხორცეო რო ყიდიდაო ხორცო კიდე საქმეს აკეთებდა აკეთებდა რა საქმე მქონდაო რამოდენიმე თვეში ყოველთვის მოდიოდაო გემიო გემში იყო იქაო კაპიტანიო გოიმიო და ყოველთვის რაღაცას ყიდიდაო რაც ესე იგიო ერთი გოგყავდა მეხორცესო კარგად იგებდა ფულსო და კიდე ცოტა რამე აგროვებდაო ფულსო რომ დაამადლიანოს ეს გოგო კარგ ხატანძეო კარგ სიძესო მაგრამ მეუღლეზე ერთხელაც მივიდაო ეს მეხორცეო ამ კაპიტანთან მეზღვაურე კაპიტანი ეუბნება რომ ეს რო დაინახა ამ კაპიტანმა ეუბნება მეხორცეს რომ საქონელი მაქო ცხოვრება შეგითხრამი არ გიყიდიაო ოღონდ ვერ გეტყვიო და ეს გაგონილი მაქვს რა ვფიქრობ ვერ გეტყვიო 100 ოქროს მანთი უნდა მომიტანო სებრალე უნდა მეხორცე მითხარი რა არის როგორ გინდა მომიცი არ გინდა რატო გაიქცა სახში აიღო 100 ოქროს მანეთი მოდის როგორც კი უნდა მიცეს ამას არა 200 გადავიფიქრე 200 ოქროს მანეთი აბა 200 გინდა არ გინდა რატო დაბრუნა სახში მოიტანა 200 როგორც კი უნდა მოიტანოს 200 ოქროს მანეთი გადავწყვიტეო რომ 300 ვარავ ძალიან ძვირი ის არისო და 200 ვერ მოგყიდიო და ეგნება როგორ 200 სიტყვა თქვი 300 გაწყობს არ გაწყობს კარგად იღავ და გაიქცა სახში მოდის მოიტანა 300 შენი პატივისცემა მაქვს ძალიანო ებრაელს ეგნება კაპიტანი მაგრამ 400-ზე ნაკლებად არ მოგცა რო არ მინდაო თო 400 არ მინდაო ზო ეგნება ეს მეხორცე არ მინდაო შენი არჩენი საქონელია ცოტა არ გინდა გამოდის ეს ტრიალდება და გულში ეს არაჩერებს როგორ იქნებ რა არის იქნებ რა უნდა იყოს იქნებ წავიდა მოუტანა 400 ჩაიდო ჯიბეში სამოგანახო ეხლა ჩაღავს გემში დაბლა ხსნის კარებს და ხედავს 30-ზე მეტი ებრაელი კაცი რა მოხდა აბუტაი რაშა იყო ეს კაპიტანი აი ეს შენი ებრაელებიო დავინახე ერთხელ მივედი ჩვენ გავჩერდითო და ქორწილი იყო წავედიო და ეს 30 კაცი მოვიტაცეო მეთქი ფულს გავაკეთებო დაიცოდეო რომ გადაარჩინეო შენ ყველა ესენიო გახარებული იყო ისეთი გავჩენს თხოვნა მადლობა ამის მოხორცე ესე იგი იმდენს ეკოს იმდენს იმაშვება იმდენი დიდი მადლობები რომ გადაარჩინა წაიყვანა ყველა ეს ებრაელები სახში აჭამა ასვა აბანავა რაც შეიძლება ყველაფერი გავუკეთა დაინახა ახალს და გოგო ყავდა ამ კაც ბიჭი ყავდა და თქვა რომ მაგე ებრაელიო ბიჭისიო მოდი ქორწილს გავაკეთებ არ ხომ და დავაქორწილებ მაგის მეხორცეს ბიჭი შვილი და ეს 30 კაციდან სადაც გადაარჩინა ახალგაზრდა გოგო იყო და მოდიო დავაქორწილებო დაბადიჯესო ყველა თავისი ნაცავებით ეს ვინც გადაარჩინა ყველაფერი სუფრა გაიშალა დააჯინა პატარძალი დააჯინა თავისი შვილი ოღონდ ხედავს რომ ეს პატარძალი ცრემლები ჩამოდის მივიდა ეს მეხორცე და უნება შვილო რატო ტირი ხარო დღეს შენ ქორწილის დღე არის აი უნება რომ დიდი ბოდიში მაგრამ სიმართლე უნდა გითხრაო რა არისო ის ვინც ჩვენ მოგვიტაცაო ჩემი ქორწილი იყო და ხო ხედავ იქ ბოლოში ბიჭი როზისო იმაზე უნდა გავთხოვილიყავეო და როგორ შეიძლება რომ ეხლაო ჩემი საქმრო იგზისო და მე აქ თხოვდები სხვასო მე იმაზე მინდო რომ გავთხოვდეო შვილო მივიდა თავის ბიჭთან უთხრა ეს ყველაფერი ბიჭმა
გადაჭდა სხვა სკამზე მოიყვანა ეს ბიჭი დააჯინა და ეხლა არ თქვენი ხორცილიო რაბი შიმონ ბარუხა ეუბნება გამჩენს იკურთხოსო ამის სახელიო და დიდი მადლობა გამჩნიო რომ დამოჯინე ამ ადამიანთან წარმოიდგინეთ რაბუთაი დააჯინა თავის შვილი შვილო სტუმრებთან ერთად დაჯექი მოიყვანა დააჯინა და მიდი მოდი ადამიანი რომელიც თმობს და დათმოს ყველაფერი ვისთან ზის რაბი შიმონ ბარუხაისთან არაბუთაი შეიძლება ადამიანმა დათმოს თავი დახაროს ვინმესთან არ იცი რა სახარი არ იცი ვისთან დაგეჭინენ რაბი აკივა იგერი ბძანებს ერთხელ მოვიდნენ რაბი აკივას ეუბნებიან რომ როცა უნდა რომ იცოდეთ როცა ყოველთვის მაგ დროს რომ უნდათ რომ ხატანათ აიყვანათ ესე იგი სისასიძოდ ყოველთვის მამამთილი მოდიოდა სინჟოდა თალმით ხახამი არა არ თალმით ხახამი სიმამრე אז ერთხელ მოვიდნენ რაბი აკივა იგერთან ისვაში იჯდა და სიმამრე ეუბნება კითხვებს და ეს მისაც უნდა რომ სასიძოთ აიყვანათ და რაბი აკივა რომ თქვა არ ვიცი რაბუთა რაბი აკივა იგერი დღემდე ციგნები არის რომ ისეთი გენიოსი იყო რომ ბევრი დითალმით ხახმები არ ესე იგი ვერ გიბულებენ რა წერა შიგნით რაბი აკივა იგერი რაბი აკივერი ბძანებენ რომ გათხოვილი მოგიყვეთ ვინ იყო რაბი აკივერი რაბუტო რო იცოდეთ რაბი აკივერის გოგო იყო გათხოვებული ხატამ სოფერზე ხატამ სოფერის სიმამრე იყო ხატამ სოფერი პირველად ცოლი რომ მოიყვანა გარდაეცვალა და მეორე ცოლი მოიყვანა რაბი აკივა იგერის ეს რა უმგრობზე მოსმენელი რო გარდაეცვალა მეორე ცოლი რაბი აკივერის გოგო ხატამ სოფერმა არ შეატყობინა რომ ესე იგი არ შეის ლოლეც აეროფა გავიდა დრო და გაიგო რომ რაბი აკივერი მოვიდა ხატამ სოფერის ქალაქში და ხატამ სოფერთან უნდა მოვიდეს ხატამ სოფერი დაქორწილდა მესამე ცოლთან მოვიდა მეუღლესთან და ეუბნება იცოდეო შემოვაო რაბი აკივა იგერიო მოვაო სახშიო გეტყვისო შვილო გამარჯობაო გეტყვის როგორ ახარო უთხარი მამა კარგათავარო დაზეო ეუბნება მეუღლე როგორ მამა ჩემი მამა არ არისო რაბი აკივა იგერიო ყველას მამა არისო ანი პოსეკლახალახა შემოვიდა რაბი აკივა იგერი რაბუთა ხატამ სოფერის სახში როგორ ახარ კარგად ყველაფერი გოგო სად არისო შეიყვანა ოთახში შალომ შვილო როგორ ახარ კარგად ავარზეო კარგად ავარ მამა გამოვიდა წავიდა ისეთი თვალების შენახვა ქონდა რომ დაჟე თავის შვილი არ უნახია რაბი აკივა იგერა ბუდაი შამარალა ენაიმ შილო რათა ბაჩილო то логана хло ми вакшим лёд бадаргаз тавали фагод ладат мадма сурес такел мизе раби აკივა იგერა ბუდაი аз рабი აკივერის მურაყანა რა უნდა და სასიძოდ ვინც გვერდზე იყო და იცოდა რა გენიოსი იყო უთხრეს რომ რატო არ უთხარიო შენ იმასო რომ აუთხრა რომ დაუმტკიცო მეო რომ მე თამით ხახამი ვარო უნდა დამემტკიცებინაო რომ მიშნაში არ არის სწორიო და რომ დამემტკიცებინაო რომ ეს მიშნა სწორად არ თქვაო მაშინ შევარცხვენდი ამას ყველასთანო ას ჯობიაო რომ მე დავთმო ჩემი ეს ყველა პირას მომთავაზო რომ ებრაელი არ შევარცხვენო ამიტომ ჯობია გამოვიდე მე უვიციო ვიდრე სხვა შევარცხვენა რაბუთა გემარა ბძანებს მასახეთ ბრახოთ რაბან გაბრიელი იჯდა ერთი ხახამი შემოვიდა და ნიორი ნაჭამი ქონდა რაბი ვინც ატარებს რაბან გაბრიელი ეს ვინც ატარებს გაკვეთილს ეუბნება ვინჩა მაქო ნიორიო რაბუთა დანაიმ გდოში მამორაიმ გდოში განაცვლილებრივი ხალხი ადგას უყველა მთელი ხახმები და გავიდნენ რო არ შერცხვენილიყო ესა და ეს რაბი ეხლა მე რამეს გეტყვით წარმოიდგინეთ დღესდღეობით რაბი შიმონ ბარუხაის გაკვეთილზე ზიხარ და ლიჟბი რო არ შეარცხვინო სხვა ადგილ და გახვიდე გაკვეთილიდან ვინ გავა მეორეც განა გავა კი არა რო შეიკითხო ვინ არის შენ თუ ზახიკით გაიხედავ შენს მოძებნი ვინ არის ხო ეგრე არის არა ხო მართლა ვინ არის მართლა ვინ არის ხო იცით ერთხელ რაბმა ბძანა ჩემ არ მომბძანა რაბი ხანმა ეს ერთი ადამიანის სახელი თქვა რომ ადამიანი რომელიც იძახისო ან კაჩუმება უნდა ვიღაცისო ეგეც უშლისო
სხვას ვითომ ვიღა ხანდახან ხო არის ხანდახან ადამიანმა იცოდეს რაბოთაი ხო იცით ადამიანი შემოვიდა ლოცვაში არა და ჩამოუვარდა მაგიდის ის რაღაც არ შეხედო რა გინდა რამო რას უყურებ რას არ წყვე რას უყურებ შენთვის გააგზავნე ლოცვა შენ არ ჩამოგვარდნია მაგარა შემოვიდა ვიღაცა დაგვიანებული ლოცვაში შეხედავს საათი უნდა დაერთხას რას არ წყვენ და შენ რამდენი დაგვიანდი და თუ არ დაგვიანდი რამდენი არასწორად ტეპილი მიდაიდე და თუ არ რამდენია და ასე შემდეგ და გააგზავნე შენთვის ლოცვა თავდაფრილი თავდაიყარე და ზეო გააგზავნე შენ მეგობრაკი შემიშუ მაირლე შენოშათა ტაკი შემიშუ ობერლეხა ой ბაბო როგლეხა შეუბრება ახალი დავოთა უნდა ვიცოდეთ ხანდახან ლიჟბის ხوار შერცხვეს შენ თავით შერცხვინე ენ ბაია ამაში უნდა გავძლიერდეთ რატო რაც უფრო ნაკლებად ერთხელ მეგობარი მყავს ხოდა ერთმა უთხრა რომ გაგვიცოზე რატო აგვიანებოდა ასე შემდეგ და მე ვიცოდი რაღაცა მოუხდა და ვერ მოვიდა გაგვიცხოს გადა ძალიან ის ეწყინა რომ ხალხში უთხრა რა ესე იგი შეაცვლინა ხალხი გამოიყო და მეთხარ მეთქეთ რაღაცას გეტყვი რა თქმა უნდა ხაფიც ხაიმი წერს რომ ადამიანი თუ მაგაზე ლაშნარას ლაპარაკობენ ესე იგი მაგნაც რაღაც ჩაიდინა რომ ლაშნარას ლაპარაკობენ მე ესეთი რაღაცა უთხრა შენთან გამჩენთან რო დააგვიანე გაგვეთილი რაც დააგვიანე რაღაცა მოგიხდა ხო მომიხდა თუ მეთქი არის ადამიანი რომელიც შენ გარწყვენს თავიდან მეთქი რო შეგიკითხება რატო არ მოხვედი უთხარი მეძინა ამით დაწყნარდება რომ შენზე დიდად დგას და შენს არ ნერვიულებ ხსენე თუ რაბოთაი კოლელში ვიჯექი ერთხელ და შემიშმორთავდა რა და ყოველთვის ვცდილობდი რომ კითხვა დამესვა რომ ვითომ აი დამენახებინა ჩემი თავი რომ ვიცოდი დღემდე ბევრი არ ვიცი ის რაც ვიცი გამჭირ რაბიბისგან არის კენ ჩემი არ ფინანსოლი არა მაგ აბა ერთხელ რაბან გამოიყვანა და მითხრა ესე არ გაინტერესებდესო რას ფიქრობენო შენზე თუ იცი თუ არ იციო ხალხიო გაინტერესებდესო შენაო გამჩინე რას ფიქრობ შენზეო იცი მართლა თუ არა რა კითხები ხო იცი განგიდახან ადამიანს უნდა კითხვა სვავს და მერე იძახის თუ ეგეთი არის ადამიანი მოусმინე გააკეთე მაგას ან ხესედი გაუკეთე ბევრი არის ეგეთი რაღაცა ერთხელ შემეკითხა ვიღაცამ და אז მე მეგონა შემეკითხა და პასუხი დავიწყე და მოიცა ახლა მომისმინეო შენო. ო მეთქი დიდი ბოდიში ესე იგი ვერ მივხვდი მეთქი რომ უნდა გელაპარაკო და ჩემთვის გამეთქი ხენ და ო იოფი და ზევ მა რატო დაიგვიანე მართალი ხარ დავიგვიანე რატომ და ზევ თავს განებებს მაშინ როცა ეგნები რომ მეძინა ზევ მეტი აღარაფერს არ გეტყვის იცის ეს კაი ეს ამას თეჯუბაზე გასაკეთებელი და ზეო და მე კიდე ცადიკი ორი იყავი ბარუხ ჰაშემ თო შენ რა იყავ შედა თუ რაბიაკივას შეედლო თავისთავი ხასმიშონომ ხუც მიკვოდო ბოდიში მაგასთან რომ ვითომ უვიცი გამოიხანები გამოიჩინებინა თავისთავი აზადრაბა ჩვენ როგორ ვთქვით იმ კარიშონი თუ პირველები არიან ადამიანები ხო პირველი ჩვენი ხახმები ანგელოზები იყვნენ მასინ ჩვენ ადამიანები ვართ და თუ ისინი ადამიანები ვართ ჩვენ ვირები ვართ და არა ვირი როგორც რაბი ხას ბენი არის რომ ის არაზოს არ ჭამდა საჭმელს თუ მასი არ ქონდა გაკეთებული შედა ავიცოდეთ მაგათგან ერთხელ მოყოლილი არის გემარაბძანებს რომ კიდე რა ვირი იყო ვირი ტაქსი იყო ემით რაბოდა გემარაბძანებს როგორ იყო ვირი ვისაც უნდა იყვანდა ვირ ჯდებოდა გადაყავდა გადმოყავდა და თავ ვირს ქონდა თვითონ თავისი ესე იგი გადასახდელი და უყრიდა ვირი აგზილებდა თავის სახში ერთხელ მოყოლილი არის ვიღაცა მაიყვანა ვირი გადაიარა გადმოიარა მოიყვანა და ეს ვირი არ მიდის სახში რატო არ მიდის მიდი არ მიდის დაუძახის მაგის ბალაბაიც თურმე რა მოხდა ის ვინც ესე იგი ამ ვირზე იარა თუფლები დაუწყდა ვირზე და ვირს არ უნდა რომ მოეპარა მაგის თუფლები შეიძლება ხაშები გეზერ კენ
წარმოიდგინე იცით რა რაბუთაი ხო გესმის უნდა ეს ვიღაცას გაიგებს ეს იცინეს ეს საიდან მოიტანა ესენი სიპურე საფარი შედერ ლოზე სიპურე ემეტა ბუთაი გემარობ ზარმის მაგას რატო იცოდეთ რომ ცადიკი რომელიც დასაცმელს იწმევს ის დასაცმელი წმინდა არის ცადიკი რომელიც ადგილზე მაგის მის გვერდზე ირგვლივ ხალხი არის ისინი ცადიკები ხდებიან ყველა ამიტომ ვირი იყო მეუსარს ჭამდა ეს იყო გეზერში არჩედა ბარუხ ჰაშემ ალევაი ჩვენ ეგრები ეგეთი ხალხი ვიყოთ ალევაი ბეზრათში ერთხელ მოყოლილი არის ბალჩემტოზე რაბუთაი კიფურის წინარე და ვიცით რომ კიფურს რაც ძახიზე კაპარატიზე ხალიფატიზე ზე ილეხლე კაპარავე ანახნი ხატევლე ხაიმტოვი მულეშა და ესა შემდეგ მესედა ბალჩემტონთან მოდიან და მოვიდა ერთი დედა ბალჩემტოვი ეუბნება ყოველიო კაპარაო ოქროს მონეტიანი უნდა მადბია ხარ დედა ეუბნება და უნდა დაიწყოს უკვე ნეილა დაიწყოს ლოცვა ესე იგი მაგამდე ეუბნება ქალი ბოდიში ორაბიოდა დედა ერთი მადბია მაქო და ჩემზე და ჩემს შვილზე გააკეთე ხო რას ეუბნება რაბი არა ან შენ ან შენ შვილზე რაბი ოქთხო ერთი მაქო ღარიბი ვარო მეტი არა მაქო ეუბნება ბალჩემტოვი ან შენ შვილზე ეს რაბი წაგიდან განებული მქესიპო ორას ზეხისკალი თო ჩემთავს მოთმოა შვილზე გამეკეთეო აიღო ეს მადბია იკურთხოს შვილო შენი სახელიო როგორც შენავ თავი დათმეო და გაიწირო შენი ცხოვრებაო მივალო მე მაგლოცვებიდან ეხლა გამჩენთანო და შენი თვილოცებო და გაწირავსო გამჩენიო არ გაწირავსო ჩვენ შვილებსაო და დასწრებსო კაი წელზეო რატო გავაკეთე ესაო რომ დავანახო გამჩენსო რომ როგორც წირავს ხალხი თავის თავსო ლიჟბიო თავის შვილები კარგად იყვნენო ამიტომ გამჩენო არ გვაქვს წიროსო რომ ჩვენ მაგის შვილები ვართ და ჩვენ კარგად ვიყოთ რა დღეს მშობელს თავის შვილისთვის მარტო კარგად იყოს მოусმინოს და მაგის არაფერი არ უნდა ხო ეგრე არის ვინც ვართ ვიცით ვინც არა გამჩენო და ამადლიანო სამა დაიცოდნენ ვეზეთში თქვით ამენ ადამიანმა ერთი რამე უნდა იცოდეს რაბუთაი და ეს იომიომ შემოხვედი შენ ლოცვა შენ ადგილზე ზიან არ მიხვედი ვაფშე არ დაანახო რომ შენი ადგილია ა რა არის სხვაგან დაჭიქი ზედა ზოგიერთი არის მოვა და სიდური აქვს შინი სიდური თუ თეფილი მაგ გამოსაღები და არ ბაი ამოიღე მაგრამ სიდური არის ყველგან გააღებს იჯიკ რას მიხვედი მაგას გულისო ჯერ იმის გულიზა რომ დაჭდა და შენ დაუთმე შიგნით როგორ აგულისო არაზე დავიკავი ადგილი რაზე დავიკავი ადგილი თელოცვა მაგაზე არის მეორედ არ ვიცი მოვა თუ არ მოვა მა სიდურები არა გაკლია ლოცვაში აი ეს სიდური დაჭიქი დღეს ვიყავი ლოცვაზე რა შემოვიდა ერთი ადამიანი და ერთი ოგნებორეს ოდლოლა მატა პასუკ ალკისე ელოიშევზარ ეგრე უნება ჯერო არ გისწავლიო შენი პასუკიო რო სხვა ადამიანის მაგათ გიძეო ოი ვავოი და რა არის რაბუთაი მაგის ადგილიც არ არის იმ ლოცვაში ადგილები არავის არ აქვს ყველა ხופში ვისაც უნდა შემოვიდეს ლოცვას წარმოიდგინეთ ეხლა ელაპარაკი ამ ადამიანს რა გადაიარა ეს თელი თავისი ლოცვა და ვინც მისი ირგვლივ იყო შემოდი ჩუმა დაჯექი სხვაგან დაჯექი არ არის ადგილი იდექი არ შეარწმენო კაცი რა იცი რომ პირველად შემოსვლილი რომ დაუთმო და დააჯინო რომ მეოთამდე შემოვა და მესამე თორას დაიწყებს და შეიძლება თეშუბაც დაბრუნდეს და ერთი შენი გულის ენარო ჩაიგმით ადამიანი რომელიც თმობს დათმოს ვიღაცასთან შამაიმიდან უთმობენ კოლმი შემევატერ მევატკლო მინა შამაიმ რაბუთაი მოშე რაბინო როგორ გახდა მოშე რაბინო რა დაინახა გამჩენმა რომ მოშე რაბინო გამოიყვანა ებრაელები თორა მოგცა
რა დაინახა რა ცხვარი გაეგვცა რომ წემსობდა გაეკიდა ამ ცხვარს დიდი ბოდიშიო ესე იგიო შენაო გწყუროდაო და მე ვერ შევაჩნიო დაეჯინა თავზე ზურგზე და წამოიყვანა ზეო მაგის გულიზა ვინ არის რაბოთა მოშე რაბენუ მოშე რაბენუს ნაირი პროროკი არ არის არ იქნება და არ იყო იმნება გამჩენი თუ შენ თავდაბალი ხარ და იცოდილებ შენ ჩემ დაბადებულს ვიზდა დაგაყენებ მოშე რაბენუთად რაბოდა რატო ქვია მოშე რაბენუს მოშე რაბენუ და არა რაბენუ მოშე როგორიც დღეს არავა გადოლანა ალა ოზ ოკერარიმ გადოლ მი ოზ მეკუბალ მი ნაულა სინაევი არა კადუშა გადოლ ვინა ალა და ბოლოს უკვე ელოდები რომ თქვი უკვე სახელი თო ნუ ვიზი არ ლაპარაკი მაშინ როგორ იყო მისი სახელი მის წინ მიდიოდა როგეთქვა რაბენუ მოშე ესე იგი დააპატარავე ხას ვიშალომ ლო მოშე წინ არაფერი დააპატაროება არ არის მოშე მაგის სახელი არის ილელა ზაკენ იცით ვინ იყო ილელა ზაკენ როშა სანედინ რაბოტაი შამაი შმუელ გინ წინ არის რამე რა არაფერი რატო ხახმები ბრძანებენ სახელის წინ რამე რო დააყენო დააპატარავებ ზამაი მომრი მაგრამ יש רב גם רבנים ויש גם בבות. לכל רב שאתה פונה אתה אומר הרב. רב מוגרביצה חסדרס היום הנהג הרב והמלצר רבנו וכולם רבנו רק אני לא יודעים מי הרבנו. בסדר? אז תשואל זוויצודית רבותיי. צריך לעמודי רבנו מתקי לא רבנו לא כלום יש לי שם תקרא לי בשם. מתקי אם אני רבנו גם נהג מונית רבנו אז כולנו רבנו בסוף לא נדע מי הרב. בסדר? הוא נוויצודית רבותיי. וינס רבי אריק עוד הרב כן מינס הרדה כל אז רבנו גם מוידה. כן הצדיק, כן הרב, כן הזה. לא צריך, אז איך צריך? אם אתה אומר שקודם צריך... תקרא הרב, כבוד הרב, מה עוד? רב זה לא שם, זה כמו שרבנו משה. היום אין כמו משה רבנו, כן? אולי היום ויש ואני לא מכיר, אני לא יודע, אני קטן שבקטנים בשביל להגיד על מישהו משהו. בגלל זה חס ושלום לא נראה מתחו, הנה אורמי הרפריה, כלום. צמינוביץ עוד רבותיי. טוב, צריך יצנום תואמית חכם, אז תקוי הרב, תגיד לו. יצנום תקוי הרב, מה, אז מה תגיד לו? בסדר? טוב. משה רבנו זה מוכולי לי, רב צמו התגינית. משה רבנו מובידה גם שתן, מוגי חיות גם צמו התגינית, משה רבנו דה, רנדה מדליאנה גם שן מה? 6 מיליוניס צמחוני איכו. משה רבנו רבותיי צטוויני ხო? მოგოლილი არის ეპერტორაზის და წერს. გამჩენმა გადაწყვიტა რომ მოშე რაბინუ ძე შემოუნა აიყვანოს. אז ეს მოვისმინე ერთხელ ბებია ჩემო მოყვა, ხები გაუწირო სამენ და შეიძლება რეფუა შლემა, ელიზაბეთ მოტრახელ და ყველა ამ ისრაელს. და მე ნახე ციგნი აშრე ამ თუ აროცები ქართული ესე ქართული ნაზერდაცელი ციგნი. თუ ამ სეგულა ქვია ციგნს. და მაწერია ეს ისტორია. მოშე რაბენუ ზის და მოვიდა მალახამავეთი და გამჩინე ეუბნება რომ მოვიდა მოშე რაბენუ საბძანის დრო და ვის უნდა მისი ნოშა მომიყვანოს. გამოვარდა მალახამავეთი და მეო გამჩინე და შენო ხო და წადიო. ოდის მალახამავეთი მოშე რაბენუ ზის ეპერტორას წერს. უყურებს მოშე რაბენუ რა გინდა შენაკავა. მოვიდიო შეიძლება შემაწავიღო მოშე რაბენუ მეო წადიო მალე აქედან მალე დამეკარგეო. მე რომაც გამოიყვანეო ისრაელიო არ წავიდა გაეკიდა მოშე რაბენუ წერია და თვალი ამოაჭრა მალახამავეთს. ერთი თვალი წერია ეგრე. მიდრაში ბძანებს. ავიდა მალახამავეთი გამჩენდა დაიწყო ცი. შენ გინდოდა მოშე რაბენუ წამოყვანაო? სთხოვა გამჩენმა რომ მალახ მიხაელმა გაბრიელმა წამოიყვანოს მოშე რაბენუს ნეშამა. მალახ მიხაელი. ამ გამჩენო დიდი ბოდიშო და ჩემ მოსწავლე არ როგორ მოკლა. ჩამოვიდა თვითონ გამჩენი ანგელოზებთან ერთად დაადო ტუჩები მოშე რაბენუს ტუჩებთან და მოიყვანა ნეშამა. რაბოდაი დღემდე არიციან მოშე რაბენუ სად არის დასაფლავებული.
ერთხელ მოვიდა ხახმები ბრძანებიდან რომ მოვიდნენ თქვენს რომ მოშე რაბენუს საფლავი იპოვეს. სადე. არ ნევო მან და არ დასაფლავებული. ოღონდ საერთიან სად არის? ამბებზე არ უნდა. გამოშე რაბენუ. ერთხელ მივიდნენ მთასთან და დგანან დაბლა ხალხი და უყურებენ მაღლა მოშე რაბენუს საფლავს. მოშე რაბენუს საფლავი ადიან მაღლა. ავიდნენ მაღლა ხედავენ დაბლა არის. თუ რა ვქნა თო ჩამოვიდნენ დაბლა. ისევ ხედავენ მაღლა არის. თო მოდი რა ვქნა თო გავიყოთო. ნახევარიო მაღლავაო, ნახევარი დაბლა დარჩებაო. გაიღეს. ის ვინც მაღლა იდგა უყურებდა დაბლა მოშე რაბენუ დაბლა იყო. ის ვინც დაბლა იდგა ხედავდა რომ მოშე რაბენუ მაღლა იყო. რაზე ამოირჩია გამჩნდება მოშე რაბენუ იმის გულიზა რომ დათმო ვისთან ბეკიკასთანო ვინ იყო? დამოიდინეთ რაბოთა რა არის ადამიანურ თმობს. ადამიანმა უნდა იცოდეს რაბოთა. თუ მეუღლემ რამე მოგთხოვა, თუ ვინღაცა რა მოგთხოვდა შეგიძლია გააკეთე. დაჟე თუ შერცხვები, სხვაში არ წვინო, ბოლოს გამჩენი გადაგიხდის. შენი თავიდან მოიკელი, სხვას მიამატე. არ იყო სხვისგან და შენ თავს მოიმატებ. რატო? რასაც მოიმატებს სხვისგან, მე მარტო განეც დაგაკლდება. შენ ნაშრომით დაგაკლდება. როგორ პირკე ავოდი? ან ადამიანი დატოვებს ფულს, ან ფული დატოვებს ადამიანს. და მომბზანა რომ აგროვებ ფულს ერთად ცხრა და ბოლოს ოკვდებიო შენაო და უტოვებ ამ თელ ფულზე. მოვალ ქმრისთვისო ვინ შენ ცოლი გათხოვდება მაგაზილი ოლენო. დალენ შელონი და რაოდაი ბალჩემტომა რა უთხრა ადამიანმა უნდა იცოდესო თუ შეგიძლიაო რომ მოამაღლო შენი თავიო სიწმინდეშიო და შეგიძლიაო მაგ დროს გამალობაშიო დაამადლიანო სხვაო ჯობია დაამადლიანე სხვა ვიდრე შენი თავი მოიმაღლო დაადაბლეთ რას მოიმაღლო თორის სწავლაში ხახმები ძანა პირკეაოჩი წერია რომ თუ რა ბიგავს ანგელოს მაგისგან თორა ისწავლებ ხო ნაცოლებო თუ არა გავს ანგელოს არ ისწავლებ ერთი მითხარით თქვენ რამდენი რა ბიგავს ანგელოს ბევრი არიან რომ გავნა მე თორ შენ არ ვიცით ანგელოზი როგორ იაფე ხახმები ძანებენ რა არის ანგელოს თუ გავს ხახმები იძახიან რომ წერია ანგელოზებზე ამალახი მაუმდიმ ანგელოზები დგანან ერთი ფეხით რა არის დგანან ანგელოზებს არ არის ესეთი რაღაცა რომ ან სიწმინდეში ადიან ან ჩამოდიან ან აი ესე ხო იცით იერიდოთ ალიოთ არ არის ეგეთი რაღაცა ანგელოზები ემუშავებიან გამჩენს პირდაპირ ენლაიმ ნეფილოთ ენლაიმ იერიდოთ არ არის ეგეთი რამ შეცდეს ან რამე აბერა გააკეთოს ან რამე ეს რაღაცა თუ მოვიდა რაბი და გასწავლის ხახამი რო გასწავლის რას გასწავლის რაც თუნიც ხო იმას რასაც გასწავლის იმ დროს ხო შეიძლება რომ თავისთვის ესწავლებინა და უფრო მაღლა მოემატებინა ან თორის სწავლაში ან გემარაშანს ხო ეგრე არის თუ არის ანგელოზიო როგორც ანგელოზი დგას ერთ ადგილზეო და იკლებს თავიდანო თავსო და გაძლევს შენო და გასწავლისო და გავსო ეს ანგელოზო ისწავლე მაგრაბისგან რაბუტაი რაბი პერედაზე მოყოლილი არის 400 ჯერ უხსნიდა ერთ თავის მოსწავლეს. იცით რამდენია 400? დღეს ერთხელ აუხსნი? დღეში? კაი. ყოველ დღე. ერთი წელზე მეტი უნდა. ორჯერ აუხსნი, კაი, მესამე კაი, თუ ცადიკი ხარ, ცადიკ გამური ხარ, 10 ჯერ შეგიძლია აუხსნა, ზო. მე როგორც ემა. თუ ხასიდი ხარ, აი 20 ჯერ, ხასიდი ხარ, ზო. რაბი პერედა 400 ჯერ უხსნიდა თავის მოსწავლეს, როგორ? ალეფ 400 ჯერ გაიგე არ გაიგე ერთხელაც მოყოლილი არის მოვიდა რაბი პერედა და მოსწავლემ გაიგო რომ რაბი პერედა უნდა იყოს სანდაკი მართლია თქვა მოსწავლემ ესე იგივე მე რაბი 400 ჯერ არ მასწავლისო მალე მორჩება გაგუთილსო და არ მოусმინა ასწავლა 400 ჯერ
ეოგნება მოსწავლე საბა გაიმეორეო რაბიო დიდი ბოდიში ეგნება მოსწავლე მეგონაო რომ მიდიოდიო შენო სანდაკობაზე და არ მოგისმინეო ეოგნება რაბი პერე და არ მიდიო არაფერ სანდაკობაზე ვრჩები შენთან და კიდე 4 ჯერ გასწავლიო გაგეთა რაბუთაი რაშ გადოლ ბაშამაიმ გადოლ ანგელოზი ბიჭა ბრაში ჩამაიმზე არიციან რაგთან გამოიცხადნენ რაბი პერდას და ეოგნებიან ეგრე რადგანაცო შენაო თავი დაიდაბლეო ვიტერ დათმეო შენგანო რომ ეს 8 ჯერ აუხსენიო და ამდენ შეგილა გისწავლაო და მომაღლებული სწავლობაშიო აირჩიო ან 400 წელს კიდე იცხოვრებ 400 წელიწადიო ან კიდეო ვინც არისო შენ ბაკალენიაშიო ყველა სოლამობა იქნებაო რა პერდაგნება არ მიდო 400 წელიწადიო ყველა იყო სოლამობაშიო 4 შამაიმიდან ეგეც არისო ყველა იქნებაო და კიდე 400 წელი იცხოვრებ რიდგან დათმო თავის თავიდან დათმი დათმი შენ 400 წელიწადი და ყველა ვინ შენს გვერდზე იყო ვინ შენ ბაკალენიაში იყო ოლამობა იქნება რაბი პერედა წარმოიდგინეთ რაბუდა ვინც ერთი ებრაელი გადაარჩინა ვითომ მთელი ებრაელობა გადაარჩინა და ეს რა არის ადამიანს 4 ჯერ ასწავლი სახში მიდი და გაიმეორე 50 ჯერ ალეფ ან გაგიჟდები რაღაცა მოხდება დარას მადლიანდება ამიტომ უნდა იცოდეს რა ბუთე ჩემი თავიდან მოვეკლებ შენ მოგცა რა შეუძლია რა თქმა უნდა რა ბუთე და ერთხელ იყო ერთი მოიდა მეკითხება ესო ვალიმინდა ავიღო და ფასუხები ვიღიდო ლოცვაში მეთქი მაგაზე არ არა თქვენ ხარ გაქვს საშუალება იყიდე არა გაქვს არ იყიდო გაქვს საშუალება მოიკლო შენი თავი ხო მიეცი როგორ მოიკლო რომ შენს დაგჭება სხვას ეკნება შეგიძლია ჩაკითხოს დაკითხო დაჟე მასერიც გააჩნია ადამიანს საშუალება აქვს და შეიძლება ამიტომ ადამიანს უნდა იცოდეს ეცადოს თავის თავში მეგობართან მეუღლესთან მშობელთან რაბოთაი ადამიანი მიდის ტრასაზე მანქანით ყველა გონთეჟობას დაბრუნე ჩვენც მეც ყველა ვიღაცა გისიგნალებს გამატარე შენ არა ძლევ გას გაატარე რა გაატარე მოვიდა ადამიანი გეოგნება მომეცი ბოდიში მეჩქარება შეგიძლია შენ წინ წავიდე მაბიდომ შენ თუ გეჩქარება მე არ მეჩქარება და შენ ბემე არ გეჩქარება გაატარე გაოდიცით ერთხელ რა არის ეგ რა ბუთაი თავი დაიბაბლე გამჩენი მოგამაღლებს თუ შენ მოიმაღლებს უდადებლებული იქნები ყოველი ადამიანი რომელიც მისდევს თავმაღლობას კაბოც გარბის კაბოდი ყოველი რომელიც გაურბის მისდევს თავმაღლობა კაბოდი ერთხელ ერთი რა მოვიდა მოსწავლე და რაბიო 30 წელიწადი გაურბი ვარ კაბოდიდან და ვიყურები უკან და არ გამომექცევ კარგა არ მოგმევსო და ერაგნი რაბი როცა გარბი ხარ უკან არ შეხედო ერთხელ იყო ესე რა ბუთა ეგრე უნდა ვიყოთ ადამიანმა უნდა იცოდეს ყველაფერში რიგში ხარ მე მოგცა მეცი ზიხარ ტრასაზე ხარ მე გაიარე მოდი ბაკაშა შედე უნდა ვიცოდეთ ეგ აზერბაიჯანი სახლით ხაზე ხანაიაზე მოხვედი ხანაიაზე დაგასტრო უთხარ დიდი ბოდიში დავიკავე ლოიოცე საუთიებარი ლოცენას კენ შედენ ვიცოდე რაბოტა ერთმანეთი შეიძლება ხას მეშალო მეც გამოსასწორებელი მაქვს ყველაზე ბეზრათა შენ მე გუნა გამოსწორდეთ დღეზე შეიძლება ადამიანმა რახილა შემიგაკეთოს ზიხარ მანქანაში მარაბოტაი მე ვიცახე ეგეც გამოსასწორებელი გვაქვს მეც ყველას მოვიდა ბაკახი მოგცა დოხი უთხარი თქმით არ გაგიო დაანები თავზე
უნდა გაეკიდო მათანოტელი უნდა ეჭხუბო უნდა בסדר רבותיי. אבל הוא נועד סודות. חוץ ירצי, אני מבין מוכוי גניק תותי ארתך מוכויס, לא? תן לי רמת גנים ומוניה, קוצ'ה גם מפוגע. תתנה, קישי, עומד. თავი დაედებდა რა გინე მოამაღლეს ალბათ დღეს უკვე დიდი ოფიცერი არის ხო იცი ერთხელ მინ მომიყვა ეგ მინ შალო მომიყვა ეგ ერთი მიდიოდა 180-ით უნდა გააჩერა მილიცია უნდა ვარაზეგნა მილიციას შენ გაჩერდიო თო ეგუნება მილიციას არავის არ უთხრა მკვდარი მიზისო ბაგაჟნიკშო ეგ მეორე ნაედეთი მოიყვანა მეორე მილიციონერი ტურის გარდაო ორი თופი მაქვს კიდე მანქანაში. ესე გამოიყვანა მთელი კიდეო ფული მაქვს მოპარული ახლა ბანკიდან მილიონ შეკილი მანქანაშიო. ოი ზახის ეს ვიღაცა დავიჭირეო. ზეო. გადარჩენილი მიყავსო მე მსოფლიო. მოვიდნენ ოფიცრები მთელი ისინი და დააჭირეს ესე იგი ბორკლები ხელზე და გახურ ამის სათქმელიო. ბედახო მაქვს მოძებნეთო ალბათ რა მანქანაში არისო. ეძებენ არაფერი არ და კიდე ეხლა გეტყვისო რომ ალბათ 180 თვი არისო მეო სიჩქარედიო. ой ერთხელ ადამიანი მოდიოდა და ხანაია უნდოდა და გამჩვენო ხო? ხანაია გამომიგზავნეო. დაინახათ ვარა თო არ გინდა გამჩვენო მე ვიპოვიო. სერე ეგრეთ გვაგრა ბუდა უნდა ვიცოდეთ. უნდა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისთავად რომ მოხდა გამჩვენისგან არა. ერთი გადმოხდა პარაშუტით. და არ იხსნებოდა გამჩვენო გთხოვ თუ გაიხსნავ თეშობას დაბრუნდებოდა ესა და გაიხსნა. ბიჭო რამდენი სისულელი გავიფიქრე ამ წამშიო. ადამიანის მუშაობა მართალი ხარ. ადამიანის მუშაობა იცით რა არის? ძალიან თუ რამე მიიღე ცუდი ეგრევე უნდა შტაბახში მოთქვა გამჩვენე კუთხე შენი სახელი. დღეს მანქანაზე გადმოვიდი 5 წუთი, 7 წუთი. მოვიდა 250 შეკილი ჯარიმა მომცა. მე ვთხარი 7 წუთი ქუჩაში. მეო შენ გნახეო მანქანასთან რო იდეკიო ნახევარი საათიო. ბავშვებთან ვიდეკი რაღაცა და ესე ულამაზად ლაპარაკა და მე ვთხარი დოხი შეგიძლია დაიწერო მაგრამ ულამაზად არ მელაპარაკო მეთქი. მე ბოლოს ამეთქი გამჩნო დიდი ბოდიში მეთქი. ბაგახია არავინ არა გამჩენს გამგზავნე ხო მეთქი ჩემი შეცდომა იყო რომ როგორც მომცა თოდარაბა გამჩენო ეს არავინ არ არის გამჩენს გამომცა. ადამიანმა იმუშაოს როგორ იცით გამჩენო და არტყი თავი ხას ვეშალო შტაბახში მოდარაბა. რავლუგას იბზანებს რომ თუ ადამიანს ცუდი რამე მოვიდა და მადლობა არა თქვა ის ცუდიც რჩება და ამონოტებიც არ მოეშალა. სერე კენ ცუდების არ მოეშალა. თუ თქვი თო და მოეშალა კიდე. ეგრევე გადაიხარე. სამი თვე. ხო. მაგალითად, პროვესორ შეგიძლია ვიდეოში ვიდეო, დაწერო, უბრალოდ წავედიო, რომ ეს მომეწევნა. ჩასაგდებია, რა? ჩასაგდებია, მაგრამ დაწერო. ემეთია ეგა? არა, არა, მაფიქრე.
არა ერთხელ იცი რა გავაკეთე მაგას პარამეტრების დამჭრა ტელევიზიში მივდივარ უყურებ მოდის მანქანაზე ის ეფომათხანი მოდის უკვე გავზადებული აქვს ყველაფერი და გაარდას ახლა დოხი და ეხ შეუმოცივე მათხი ანიბავე ზურე ხამე შეგედო თოხამათხარ ნამა თავსეძება ზეოდო შეხავდა მახპად ხა ეშხობა შაურ აი რამის გადამახება კაცი დავზე ზერ ფოხოთ ნერან მეტალ გამიჩი კი რა სხვისი მანქანა იყო? ლოიდე შერბიზე ვანი ომედზე ხეცი შალოიდე ხიკიტი ავტობუს ხოშე პიტომ კალათი და თმუნანი მსტაკელა ბენადამ ხო უითხილათარე ხო უკვე გამოუწერა რამდენი მოდის ახლო იყო მანქანა გამბალი შობლეზე უბძარა ხამე შეგეთავი აი ვაროხში გადმოგე მაქნო და თუმა გადაიღო შენ მაღაზიიდან ასაკი გადმოგიტა და ანიოცა მე გამეკცათ ეს ole გამოვიდა 100-დან 2 მეტრო არის ხელა გეშო ერთი წუთი არ დასულა უკვე ძოხი და მაგანა ერთხელ ლიმონის საყიდად წავედი და ამუშავე 1 კილო ლიმონი და რაბუტაი ვესელე აგრე ბო რაბუტაი ამაზე მორჩეთ ბეზრად აშემ ერთხელ მოყოლილი არის და ამაზე მორჩეთ რომ მოვიდა უკვე ერთი ებრაელი იყო და აკეთებდა ახი ისიც ახ პეჩები არა სახში რო ხანდახან ეს ძველი სახლები რო იყო შეგნით რომ შინ ბუხარი ქვია კამინი როგორ არის ხო მე რომ წამიყვანა მამაჩემა სულ ქართული სულ დაგავიწყდა კამი როგორ არის კამინი ბუხარი როგორ ისიც არის ბუხარი შენოსულა ბუხარი ღუმილური ბუხარი ხო და ებრა მაგას აკეთებდა მაგრამ რადგანაც თურის მოყვარული იყო თავი შვილი აიყვანა შვილთან შვილს აუყვანა მელამედი რომ თორე ესწავლებინა ყოველ თუ ეს აძლევდა ოქროს მანეთს მაშინ მანეთები იყო დღესდღეობით 10 მანეთიანები 5 მანეთიანები კიდე შემორჩენილი არის მაშინ ის ოქროს ხო და ერთი თვე არ გადაიხადა მეორე თვე არ გადაიხადა აღარავინ აღარ უკეთებდა ამას რომ გაიკეთებინა აღარც იყო მე ესე იგი დაიწყო დიდი თოვლები დიდი ესენი და ვერც გადიოდა რომ შემოიტანა ეს ბუხარის აშენებული ყველაფერი და გავიდა 3-4 თვე და ეუბნება ეს მელამედი ვინც ასწავლიდა თავშოს რომ უთხარი მამასო რომ მეც ხომ ჭირდება რომ ჩემი შვილი ბავშვო და თუ შენ რა სხვა სავიყვანო და სხვა გადამეხტისა მოვიდა მამასთან და შვილი ეუბნება მამა თუ ბუხარიო თუ ფოს არ გადაიხდიო მელამედსო აღარ მასწავლისო 3 თვე გავიდაო და ფული არ გადაგიხდიო და მთხოვაო თუ არაო და სხვა უნდა აიყვანოსო ოღონდ სახში ბუხარი რომელსაც ხონა ამ ებრაელს მაგის აშენება ჯდებოდა 6 ოქროს მაინც შვილო შენ თორას ისწავლიო არ ენერვიულო დაანგრია თავის ბუხარი აუშენა ვიღაცას აჰა ეს შენი 3 თვეო რაც ვალი მაქვს და კიდე 3 თვე გაგრძელ თურის სწავლა ჩობია რომ გავიყინო აქაო და შენ თუ რა არ მოგაცდინოსო ვიდრე მე სიტფოში ვიყო და შენ რა მომავალი გქნება არ ვიცი ჩობია რომ ადამიანმა გაიყინოს რაბუთაი და სხვას დათმოს რომ ცხოვრება აშენოს ვიდრე სიტფოში იყოს და სხვისი ცხოვრება გაუფუჭოს და ერთ-ერთი დიდი გაფუჭება არის ადამიანის საზოჯახში როგორ გითხრა ვიღაცამ რამე გითხრა ქალმა სახში რაღაცა ცოტა ხმა მაღლა გაჩუმდი იმიტომ რომ ქალი რომელიც რაღაცას გეოგნება სახში მეუღლე ესე იგი რაღაცას ტყივა განა უნდა შენ თავ ხასვეშო რომ თავ დაგადაბლოს არა ხასვეშო თუ ვიღაცამ რაღაცა გითხრა მოусმინე რა უნდა გააკეთოს ვიღაცამ რაღაც შენიშნა მისცა მოგცა მოუგონე ვიღაცა გელაპარაკება განამარტო დადგე რომ დაელოდო რომ მორჩალაპარაკზე შენ დაიწყო მოусმინე გაიგე რას გელაპარაკება აიღე შენ თავზე და გამოსწორე რაბოდა უნდა მივეჩიო ჩვენ დღესდღეობით და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი მუშაობა დათმობასხისთვის ვინც თმობასხისთვის გამჩენი აძლევს რიგში მანქანაზე ტრასაზე სახში ქუჩაში მეგობრებთან სადაც არ გინდა იყო ყველგან იყავი დამთმობი
ერთხელ ამაზე მორჩინა მინდოდა, მაგრამ გამახსენდა ახლა ისტორია. ამაზე მორჩით. ერთხელ მამა უნაბძანებული იყო და შვილი იყო გვერდზე და თქვა ესე, შვილო, გთხოვ ერთ რაღაცას. როცა მე ვაბძანებიო, მიიღეო შენ თავზე თუ გაბრაზდებიო და რამის გადაწყვეტა გინდაო, მაგ დღეს დათმე არაფერი არ გააკეთო და მეორე დღეს რაც გინდა გააკეთო. და კაი. გადაბძანდა მამა, ეს ბიჭი წავიდა საქმეზე და ადრე როგორ იყო, ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ და გადიოდნენ საქმეზე, მუშაობდნენ 3, 4, 5 თვე, 6 წელი, წელიწადი როგორც იყო და ბრუნდებოდნენ ეს რაღაცა რო სახლისთვის. გავიდა ქალაქგარეთ რაბოტაი და გააგზელა. წლებით არ დაბრუნდა. ბრუნდება რამდენიმე წლის მერე და ხედავს თავის სახლში ცოლი ვიღაც კაცთან ერთად. ვა. ის ცოლი დავტოვე. არავინ არ დამიტოვებია. ამდენი ხანი გასული იყო, მართლა ბევრი ხანი იყო, რაღაცა მოხდა, 7-8 წელიწადი არ დაბრუნებულა. უკვე რა მოხდა? ამოიღო და ნამოსულიყო, უნდა მოეკლა ორივე. გარებთან რომ მოდის რომ უნდა შევიდეს, გაახსენდა მამის სიტყვები. გამახსენდა მამის სიტყვებიო, არაფერს არ ვთქვი. დილაძე გაიღვიძა, მოდის ლოცვაში. ვის ხედავს ლოცვაში? იმ კაცს, ვინც დაენახა თავის ცოლთან. პანჯრის ეს პანჯრაში რომ დაენახა. უყურებს, ახალგაზრდა ბიჭი არის. გამოელაპარაკა, თურმე რა არის? შვილი რომელმაც დატოვა გაიზარდა და მაგის შვილი იყო. დაიწყო ტირილი. ოიო. რო არ დამთმოდაო და არ მომესმინა მამა ჩემისთვისო, ცოლსაც დავკარგავდიო და შვილსაც. ეხლა ცურით შემჩაო, შვილი შემჩაო. რაბოტაი ადამიანი რომელიც თავს დახრის ცხოვრება შერჩება. გამჩნდა და გომადლიანოს ვეზეტრშმა შევძლებთ ეს ყველაფერი, გავძლიერდე და გამჩნდა ქნას რომ გავახაროთ ეგრეთ თუ გამჩენი, ვემუშაოთ ამ გზაზე და რაც უფრო მეტი შეიძლება რომ თავი დავხარო და მაგას შესაძლოა ხონდეს ამან ვეზეტრში.